ძალადობა ეს სიმბოლო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის 9 წლიანი მმართველობისა, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ ორ ნაწილად დაყო და პირველ რიგში ყურადღება მიაქცია და იკვლია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი. 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელ აღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური. ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის ევროპულ კონვენციას. 2004-2012 წლებში სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დაცვა. თვითონვე განზრახარღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი სრულიად უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. წინამდებარე დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა სხვერპლად ქცეულ განსხვავებული აზრის ადამიანებს, ჯაშუშობას, რუსეთის აგენტობას, სამშობლოს ღალატს უსაფუძვლოდ აბრალებდა. ჩვენ საქმე გვქონდა და გვაქვს პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ იცვლება, რომელიც არის იგივე, რაც იყო მმართველობის დროს.